ღვინის მუზეუმი, მარანი და ვაზის საჯიშე მეურნეობა. მალე სოფელ ასკანაში მრავალპროფილური კომპლექსი როიალ ასკანა აშენდება. პროექტი უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო და 2016 წლისთვის დასრულდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მრავალფუნქციური ნაგებობი მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. კომპლექსი ღვინის მუზეუმს, მარანს და ვენახის საჯიშე მეურნეობას გააერთიანებს. სოფელი ასკანა მალე ტურისტულად მიმზიდველი მხარე გახდება. როიალ ასკანის მშენებლობით ადგილობრივებს დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდათ. მიგრაციისკენ მიდრეკილი სოფელი კი დაცლის საშიშროების წინაშე აღარ დადგება. ისეთი მძიმე დემოგრაფიული ვითარება ჩვენ სოფლად, რომ პირველ კლასში შევიდა ერთი ბავშვი მეთქი. ეხლა სწორედ ეს მშენებლობა და სწორედ ხალხის დასაქმება გამოიწვევს, რომ ასკანა არ დაიცლება ჩვენ სოფელი. დაახლოებით 20-25 კაცი მაინც დასაქმდება აქა და ეს იმხელა შეღავადი იქნება. კომპლექსის მშენებლობა ინვესტორსა და ამ სოფლის მკვიდრ ზურა ჩხაიძეს $3 მილიონი უჯდება. ოზურგეთის სოფლებში ასეთი ფართომასშტაბიანი მშენებლობა ჯერ არ განხორციელებულა. ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ რა მიმართულებით უნდა აღმომეჩნია დახმარება იმისაც რომ დასაქმებული იყო ხალხი, ადგილობრივები არიან მხოლოდ აქაც ამ შემთხვევაში და მუზეუმის და მარნის გახსნის შემდეგაც. და აი ბოლოს გადავწყვიტეთ რომ ესეთი გაბედული თამამი, მაგრამ საკმაოდ საპასუხისმგებლო, ასე ვთქვათ, ინვესტიცია გავაკეთებინა. საშუალო ტერიტორია, მთლიანი ტერიტორია დაახლოებით შეადგენს 2700 კვადრატულ მეტრს და ვფიქრობ, რომ სოფლის პრობლემა ამ მიმართულებით გადაწყდება. ხელისუფლება ბიზნეს სექტორს ინვესტიციის განსახორციელებლად კომუნიკაციის საშუალებებსა და ინფრასტრუქტურას უწესრიგებს. მალე სოფელ ასკანას წყლისა და გზის პრობლემა მოუგვარდება. მთავრობამ დაგვიფინანსა ამ სოფლის მთლიანი წყლის რეაბილიტაცია, ესე იგი $1,200,000 პროექტი არის. ამ პროექტის დასრულების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი, ეგრეთ წოდებული MGF-ი, დადევს ხელშეკრულებას, თქვათ ამ მშენებლობა არის 2 წლიანი პროექტი და მიმდინარეობაში ჩვენ მუნიციპალიტეტი მოამზადებთ მსოფლიო ბანკის სტანდარტებით პროექტს, ხარჯთაღრიცხვას და ეს ყველაფერი შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან და ამ სოფელს, ესე იგი, წყლის და გზის პრობლემა, რასაც ინფრასტრუქტურა ქვია, ეს იქნება მოგვარებული. როიალ ასკანის $3 მილიონიანი პროექტი 2 წლის ვადაში უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ ეს 2016 წლის გაზაფხული იქნება.